1987 წელი იყო 1987 წელი იდგა 87 ვიმეორებ ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი არ მახსოვს გულახდილად გეტყვით თვე იმ ხანაც საპატიმროდან ახლად გამოსული იყო დიდი მერაბ კოსტავა რომელიც უკვე შემდგომ წლებში გავიცანით ჩვენ 88-ში სექტემბერში 88-ში ნოემბერში შიმშილობის დროს 88-ში სექტემბერში 21-22 სექტემბერს თბილისში გაიმართა უნივერსიტეტთან და უკვე შემდგომ რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია რომელიც ეხებოდა ეძღვნებოდა დავით გარეჯას მონასტერთან რუსებს ჰქონდათ გაკეთებული პოლიგონი და ისროდნენ იქ და ფრესკები ზიანდებოდა და იქ გამოჩნდა ზვიად გამსახურდია ყოველ შემთხვევაში მე პირველად იქ ვნახე ზვიად გამსახურდია ხაკისფერ შარვალ კოსტუმში და იქ ვნახე მერაბ კოსტავაც მოგეთ 87 იყო და მერაბ კოსტავა ჩვენ გავიცანით უფრო 88-ში 89-ში მერაბ კოსტავა საპატიმროდან ოქტომბერ-ნოემბერში არ მეშლება და იყო ახლად გამოსული ეს აირან მენი ეს რკინის კაცი ასე უწოდა მას რონალდ რეიგანმა მაგრამ დღეს მე ამ დიდ კაცზე მერაბ კოსტავაზე არ გიამბობთ მე სხვა ისტორიას გავიხსენებ სხვა ისტორიას გავიხსენებ და სხვა პიროვნებას გავიხსენებ უცნობს თქვენთვის და ნაცნობს ჩემთვის ჩემი ოჯახისთვის ჩემი ძმის ნათლიას ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელს რომელსაც საკანდიდატო დისერტაციაც კი არ ჰქონდა დაცული შვილს ენათმეცნიერი გიორგი როგავასი და ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის უკვე შემდგომ წლებში ქეთევან ლომთათიძის შვილს აცგარდაცვლილი მამაჩემის აცგარდაცვლილ მეგობარს ვაჟა როგავას რომელიც ჩემი ფიქრით და აზრით იყო ძალზედ მასშტაბური კაცი ხო და 87 წელია ოქტომბერი კვლავ ვიმეორებ ნოემბერი მე 14 წლისა ვარ დეკემბერი მაქსიმუმ და ვაჟა როგავა რომელიც ხშირი სტუმარი იყო ჩვენი და რა კავშირშია მერაბ კოსტავასთან და იმ კავშირშია ვაჟა როგავა რომ როცა მერაბი დაპატიმრებული იყო გადასახლებული იყო ვაჟა იყო ერთ-ერთი მოთავე ვინც წერილებს აგროვებდა მერაბ კოსტავასთვის და გარკვეულ სხვა ამანათებსაც და უგზავნიდა გადასახლებაში მყოფ მერაბ კოსტავას დისიდენტ მერაბ კოსტავას და ხშირად ის იდევნებოდა საბჭოთა საქართველოს სუსის იგივე კგბ-ს მიერ მას უთვალებდნენ მას დასდევდნენ მას დევნიდნენ ერთხელ თუ ორჯერ ჩვენთანაც იმალებოდა სახლში ვაჟა იყო კაცი რომელსაც არ მეშლება და ჰქონდა თარგმნილი მან თარგმნა ჰეგელის კანტის კირკეგორის შრომები ეს შრომები გამქრალია ახლა აღარ არსებობს ესე ვიტყვი ჩაიფერფლა მეთქიან აორთქლდა ვაჟას გარდაცვალებასთან ერთად მე არ მახსოვს რომელ წელს გარდაიცვალა მაგრამ გარდაიცვალა 2000-იანი წლების დასაწყისში ვაჟა მუშაობდა აკიგითხარით ფილოსოფიის ინსტიტუტში ანგია ბოჭორიშვილთან ერთი ხანობა როცა ანგია ბოჭორიშვილი იყო დირექტორი და უკვე შემდგომ ნიკო ჭავჭავაძესთან ერთად ბევრი მაშინდელი ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომლები გაიხსენებს ვინც ცოცხალია ცხადია გაიხსენებს ამ ბარაჩორულივ კაცს და ჰოდა 87 წელია ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი და ვაჟა რომელიც მამაჩემს უწოდებდა ტანკს და მამაჩემის ასე მიმართავდა ხოლმე ტანკიო ასე მიმართავდნენ ერთმანეთს და ჭადრაკს თამაშობდნენ სულ ჩვენს სახლში ვაჟა მორიგ ჯერზე გვესტუმრა და მამაჩემსა და ვაჟა როგავას შორის გაიმართა დებატები თემაზე რომელიც დაიწყო ასე ვაჟამ თქვა დაინგრევა ეხლა გაინტერესებთ რას გულისხმობდა 87 წელს
რა უნდა დანგრეულიყო? ვაჟასეული წარმოდგენით, ვაჟა როგავას წარმოდგენით 97 წელს რა იწინასწარმეტყველა ვაჟა როგავა? რა და დაინგრევაო თქვა საბჭოთა კავშირზე და გაგიკვირდებათ და მამაჩემი რომელიც არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი და რომელიც რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან, ვიდრე მის გარდაცვალებამდე სულ იყო ამ საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე, აკრიტიკებდა, აგინებდა, ჩხუბობდა საბჭოთა კავშირზე. მამაჩემი მას დაეთანხმა უკვე შემდგომ წლებში, აი რამდენიმე ხნის წინ დედაჩემმა გაიხსენა, რომ 70-იან წლებშიცო მამაშენიო მეუბნებოდაო, რომ დაინგრევაო ეს საბჭოთა კავშირიო და რომ აფრენენო, ხო? რომ გაგიჟდნენო, ცხადია ჯანსაღი კარგი გაგებით, არ მეჯერაო იმხანად ახლა დაოჯახებულ დედაჩემს არ ეჯერა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევოდა. ხო და მამაჩემმა და ვაჟამ 87 წელია ნამდვილად არათუ წაიოცნებეს, არამედ დასახეს თითქოს სცენარი, გეგმა, მონახაზი საბჭოთა კავშირის დანგრევისა. დიდხანს იმსჯელეს იკამათეს თემაზე 87 წელს, მაშინ როცა არავის არ წარმოედგინა, ცოტას თუ წარმოედგინა, იმერა კოსტავას წარმოედგინა. სხვებსაც სასაკვირველია, მაგრამ მათი რაოდენობა არ ცდებოდა 5 ათეულს, ხო, მეტი ხომ არ იქნებოდა. მთელი ჩვენი საბჭოთა რესპუბლიკის საზოგადოების მასშტაბით. და ვაჟამ და მერაბმა, მამაჩემმა იკამათეს, იმსჯელეს და მოანგრიეს საბჭოთა კავშირი თავის ფიქრებსა თუ მსჯელობის დროს. მონახაზი, ტაქტიკა, სტრატეგია მოხაზეს, განიხილეს და დაანგრიეს. 87 წელია. 1987 წლის, აქ იკითხარით, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და არავითარ შემთხვევაში არ არის 88 წელი. ან შესაძლოა არის 88 წლის, მაგრამ არა უგვიანეს თქვათ იანვრის. რატომ ყვები ამ ყველაფერს? რატომ გიამბობთ ამას? 2025 წლის იანვრის მიწურულს არც ერთ ჩვენგანს არ წარმოუდგენია, ვერც ერთ ჩვენგანს ვერ წარმოუდგენია, რომ ეს პოსტსაბჭოთა იმპერიული რუსეთიც დაინგრევა 3, 4, 3, 5, 6, 7, 8 თუ 10, 11 წელიწადში. დღეს რომელიმე ჩვენგანმა რო თქვას დაინგრევაო რუსეთიო, პუტინის რუსეთიო, ან პოსტპუტინისტური რუსეთიო, მეორე რომელიმე ჩვენგანი მას დასცინებს, მას აიგდებს, მას არასერიოზულად შეხედავს, შეაფასებს და იტყვის, გეყოფა ეს ოცნებაო არადა. არადა არ ვიცი რამდენად გორბაჩოვის, მაგრამ მანამდელი ანდროპოვის და ბრეჟნევის საბჭოთა კავშირი გაცილებით ძლიერი მოთამაშე იყო მსოფლიო ასპარეზზე, ვიდრე დღევანდელი რუსეთია. და ბრეჟნევის გარდაცვალებიდან 10-11 წელიწადში საბჭოთა კავშირი 91 წლის მიწურულს მართლა დაინგრა. აი ახლა მე წესით უნდა გადავიდე და ვიმსჯელო თემაზე, ვიფარინო თემაზე, ვიოცნებო თემაზე, როგორ დაინგრევა შემეული წარმოდგენით პოსტსაბჭოთა პუტინისტური თუ პოსტპუტინისტური რუსეთი, მაგრამ ამას მე ახლა არ გავაკეთებ. მე ასევე უნდა გადავიდე და ვიმსჯელო უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ტრამპის განცხადებაზე, ასე მაგალითად. ტრამპის განცხადებაზე და კიდევ იმაზე, რას გულისხმობდა ამერიკის 47 ოვალურ კაბინეტში დაბრუნებული პრეზიდენტი და თუ ის რაც მან თქვა განხორციელდა, როგორ მოეხება ბოლო, ვერ ubedავ მაინც ამ სიტყვის თქმას, როგორ დაინგრევა მეთქი რუსეთი, დიახ, როგორ დაინგრევა ამ ფორმაციის რუსეთი, როგორ აღარ იარსებებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუნდაც 10 წლის შემდეგ, 10 წელს ვახსენებ შეგნებულად ბრეჟნევის
გარდაცვალებიდან ვიდრე საბჭოთა კავშირის, საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე 10-11 წელი გავიდა, იცით. თქვენ და აი დღეიდან დავიწყოთ თუ გნებავთ დათვლა, ანუ 2035 წლისათვის როგორ აღარ იარსებებს, მაგრამ ოკეი, არ ვიტყვი. არ ვიტყვი და ვიტყვი სხვა რედაქციით, ვიტყვი ასე, როგორ აღარ იქნება იმპერიული 8-7-8-10 წლის შემდეგ პოსტპუტინისტური ან პუტინისტური რუსეთი ჩემი აზრით მანამდეც კი მე უნდა გადავიდე თემაზე უკრაინა იმაზე რომ ჩემი წარმოდგენით ომი უკრაინაში უბრალოდ განა არამედ ვერ შეწყდება რაც არ უნდა მოინდომოს რომელიმე მხარე და რაც არ უნდა დაგვანახოს რომ თანახმა ომის შეწყვეტაზე პუტინმაც თქვა პრინციპში ერთგვარად თქვა რომ SVO-ს ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები უკვე შესრულებულიაო და სულ რომ მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვან რაც წარმოუდგენელი მგონია ომი მაინც არც და ვერც დასრულდება ოღონდ ამ ყველაფერზე მე ახლა არ ვისაუბრებ და გთხოვთ რამდენიმე რამეს გთხოვთ პირველი გთხოვთ რომ გამოიწეროთ ვისაც გამოწერილი არ გაქვთ ტაბლო მედია და ლაიქოთ subscribe-ი გამომწერი გახდეთ იქ რაღაც ესეთი ზარუკა იმასაც დააჭიროთ აუდა დააჭიროთ მაუსი თუ თითი მოკლედ მონიშნოთ ხო მეორე მინდა გთხოვოთ რომ უყურეთ ჩემს ავტორო გადაცემას ამჯერად ფორმულას გულისხმობ კონტექსტს რომელიც შაბათს აი ხვალზეკ შაბათს იქნება ეთერში ფორმულას ეთერში საღამოს დაახლოებით 11:00 იქ მე ვისაუბრებ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და გამოვთქვა ფრთხილად თამამ ვარაუდობ თუ ასე გაგრძელდა რუსეთი როგორც ასეთი დაინგრევა რუსეთი როგორც სახელმწიფო სულ მინიმუმ აღარ იქნება ასეთი იმპერიული გარკვეული პერიოდის შემდეგ და უმრავლესობა ჩვენგანი ამ ყველაფერს სასაკვირველია მოესწრება და ნახავს ეს გადაცემა კონტექსტი შეეხება საქართველოში მიმდინარე ამბებსაც იმას რაც ჩვენ საამაყო ქვეყანაში ხდება და მე გავაერთიანებ ორ თემას გადავჯაჭვავ ერთმანეთთან იმიტომ რომ ისედაც გადაჯაჭვულია ჩვენი და უკრაინის ამბები პროცესები მოვლენები ერთმანეთთან და ჩვენი სვედაბედი ჩვენი საზოგადოებების ჩვენი ქვეყნების ჩვენი ბრძოლა საბოლოო ჯამში ჩვენი ომი არის ჩვენი ბრძოლები არის ერთი ომის ორი ბრძოლა ასე უნდა თქვა მოკლედ რუსეთი თავისას ვერ მიაღწევს ამის თქმა მინდა ვერც აქ საქართველოში და ვერც იქ უკრაინაში და უკრაინაში და საქართველოში რომ დამარცხდება ესეც იქცევა მისი შესაძლო ყველა სიტყვას ვზომავ მისი შესაძლო დაშლის წინაპირობად დიახ დღევანდელი რუსეთი არ არის მაშინდელ საბჭოთა კავშირზე ბრეჟნევის პერიოდის საბჭოთა კავშირს გულისხმობ ძლიერ და თუ 87 წელს მანამდე და შემდგომ რიგითმა მოქალაქეებმა ივარაუდეს და იწინასწარმეტყველეს ძლიერი გაცილებით ძლიერი საბჭოთა კავშირის დაშლა რატომ არ უნდა გავთავხედდე მე ან ნებისმიერი ჩვენგანი და რატომ არ უნდა ვიწინასწარმეტყველოთ ვივარაუდოთ პუტინისტური ან პოსტპუტინისტური რუსეთის დაშლა არც თუ შორეულ მომავალში ბევრი თქვენგანი იტყვის გაგიშდა დაბლიაშვილი ჩათვალეთ რომ გავგიშდი მაგრამ საქართველო რუსეთის დაშლის გარეშე ან დაშლის გათვალისწინებით ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა ნახვამდის